სიხარული. ახალი გამარჯვებებით აღსავსე იყოს ჩვენთვის ძვირფასო მეგობრებო 1957 წელი. 57-ი ახსენა, თუმცა ამ კადრებში ჯერ 1956 წელია, უფრო კონკრეტულად წლის უკანასკნელი ღამე თბილისში. და ვისმენდით ეროსი მანჯგალაძის ყველაზე ჯადოსნურ და ხავერდოვან ხმას, რომელიც თუ გახსოვთ სიცოცხლის ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად თურმე გალაქტიონის ლექსს იმეორებდა, ხო და გალაქტიონსაც რა თქმა უნდა მოგასმენინებთ და ესეც თბილისი, რომელსაც განსაკუთრებულად უხდება თოვლი და ესეც ისტორიული კადრები. როგორ ხდებოდა მაშინ ჩვენი დედაქალაქი წლის მთავარ დღესასწაულს. მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენ. ძვირფასო, სული მევსება თოვლით, დღეები რბიან და მე ვბერდები. ჩემს სამშობლოში მე მოვლე მხოლოდ უდაბნო საახალწლო ეროსი მანჯგალაძე ძალიან საინტერესო სიტყვასაც დაგვიტოვებს. მოდით წელიწადში ერთხელ მაინც მხოლოდ რამდენიმე საათით გულწრფელად ვუცქიროთ ერთმანეთს თვალებში, გვიყვარდეს ერთმანეთი არა თეატრალურად, ისე უბრალოდ ადამიანურად. და განშორებისას იმდენჯერ ვუთხრათ ეს უბრალო ჭეშმარიტება ერთმანეთს, რომ სამუდამოდ ჩაგვებეჭდოს გულსა და გონებაშიო. გვიყვარდესო დაგვიბარებს ღიმილის კაციც, გივი ბერიკაშვილი, რომელიც იმასაც ინატრებს, მინდა ბევრი ახალი წელი გავატარო თქვენთან ერთად, მაგრამ თუ მე არ ვიქნები ჯანდაბა შემი თავი, ჩემს ქვეყანას კონდეს ყველა სიკეთეო და ესეც გივი ბერიკაშვილი. პირველ რიგში ვიყვარდეს ერთმანეთი. არც ისე ძნელია. მე ყოველთვის ფიქრობ, რომ დაშორება უნდა იყოს ისეთი, რომ აუცილებლად სურვილი კონდეს მეორედ შეხვედრის. მე არ შემიძლია ვთქვა. მოვალ შეხვედრამდე. მიხვდებოდით კიდეც, რომ დღეს ჩვენი რუბრიკა იქნება ცოტა განსხვავებული. მომავალ ხუთშაბათს უკვე 1 იანვარი და 2026 წელი იქნება, ამიტომ დღეს თქვენთან ერთად პირადი ისტორიების 2025 წელს გავაცილებთ და კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს დავაბრუნებთ სტუდიაში, მათი ხმები ძალიან დიდხანს რომ უნდა ისმოდეს დედამიწაზე. სწორედ ისინი გვასწავლიან, გვაფიქრებენ, გზრდიან და მიგვითითებენ, რა მარადიულ ღირებულებებზე უნდა იდგეს ადამიანი. დღეს გაგიზიარებთ ჩვენთვის საამაყო ქართველების საახალწლო სურვილებს, ფიქრებს, წერილებს, თუმცა იქამდე მაყურებელს გადავუხდი მადლობას და ხედავთ ფაქტობრივად ერთ დღეში დაგროვილი აი ნახვების და კომენტარების რაოდენობას. ეს თემურ ციკლაურის პირადი ისტორიები იყო და ამიტომაც მოდით და დღეს სწორედ ასე დავიწყებ. გაგვიღიმეთ ბატონო თემურ. აქამდეც ვიღიმოდი მე მგონი. მით უმეტეს გიღიმით, კეთილსურვილებს გიგზავნით. ნახვამდის. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. კიდევ ერთხელ. ნახვამდის. დღეს ასეთი დიალოგებიც გვექნება ჩვენთვის ძალიან საყვარელ ადამიანებთან. მე ბალღი ვარ გონით და გულით, როცა ვამბობ და მღერი გული არა ბერდება მეთქი, მართლაც ასეა. ცხოვრებაში ძალიან უნდა გინდოდეს, რომ როგორც ბავშვმა ისე თავისუფლად და გემრიელად იგრძნო თავი, მე მიმაჩნია, რომ ახალი წელია ყოველთვის, როცა მიხარიაო, ამბობდა თემურ ციკლაური. ასე ბავშვებითი ცხოვრობს ისიც, ვინც დაგვარწმუნებს, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი. გამოუსწორებელი ოპტიმისტი და რომანტიკოსი, ლაღი და ბავშვურად იმედიანი, ვინც მხოლოდ სიყვარულის ფორმულას კი არ დაგვიტოვებს, იმასაც გაგვიზიარებს ახალი წლის დაწყებისას, რა გზას შეიძლება დაადგეს ადამიანი. მოусმინოთ ელდარ შენგელაიას. ძვირფასო ელდარ დედასაგანი, მუდამ ყურადღებითა და გულის ხმიერებით მოეკიდე სხვათა მხარებას. ცხოვრება მაშინ არის კარგი, როდესაც ადამიანს მთელი გულით შეუძლია სიკეთის გაცემა და მსხვერპლის გაღება. თუ ეს მის ახლობლებსა და მეგობრებს დასჭირდება, სწორედ მაშინ იქნები ღირსეული და ბედნიერი ადამიანი. აი მთელი ცხოვრება მე ამით ხელმძღვანელია.
ახლა ერთ მელოდიასაც მოგასმენინებთ და პარალელურად ჩვენი ბუმბერაზი შემოქმედი საახალწლო ფიქრებს ამოგიკითხავთ. მოვისმინოთ მელოდია და თუ გეცნობათ. ეს არის 1909 წელი ვაჟა ფშაველას მაგიდის საათის მელოდია, რომელიც წერდა ამ ახალ წლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად. საცავ ცხოვრობთ და რომელ ქვეყნის შვილებიც ავართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით საზრდობთ, იმას ვარგოთ რამ და თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ვიქნებით კარგნი, ჩვენ საკუთარ შინაურ საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლოები ვიქნებითო. ბედნიერი ერი დამეთანხმებით ნამდვილად ვართ. ვაჟა ფშაველა რომ ყავს და დღესაც რომ შეგვიძლია მის დარიგებებს, ფიქრებს და სურვილებს გავყვეთ, ბევრჯერ რომ გვეტყვის ადამიანებს, გვიყვარდეს კაცნო ერთმანეთიო. 1891 წელს კი იბერიაში საახალწლო ლექს რომ გამოაქვეყნებს და გოდერძი შარაშიას ვთხოვ, რომ ამ ლექსის პატარა ფრაგმენტი პირდაპირ ეთერში ამოგვიკითხოს. ახალო წელო ფიქრებით მწველო, გთხოვ რომ ცხოვრება არ გაგვიძნელო, მოგშორდი შხამო, მოგშორდი გველო, ახალო წელო ფიქრებით მწველო, შენი სიკეთე თუმცა კი მჯერა, ყური დამიგდე, რასა გთხოვ ჯერა, ვინაც არ იცის ასწავლე წერა, მე უკეთესის ჰანგების მღერა. მადლობა გოდერძის და რადგან შეუწუხებია ეთქვა. ნამდვილად. რადგან ჰანგები ვახსენეთ, მუსიკაც გესმოდათ ხო პარალელურად ალბათ და დარწმუნებული ვარ იცნობს ჩვენი ერთგული მაყურებელი 1987 წელი საახალწლო გადაცემაში სტუმრად ია და მერაბ ნინიძეები და ერთ-ერთი ძალიან საყვარელი შესრულება საახალწლო გადაცემაში და მოვუსმინოთ მათ. იქნებ მართლა შევრიგდებით, იქნებ მართლა განშორება იყო, იქნებ მართლა შეგეცვალა ქართველო ერო იყავ ღონეძლიერი, ლაღი ბედნიერი, მკერა ოჯახი და სამშობლო გიბედნიეროს, თაფლის სიტკბოთი შეგერგოს ახალი წელი, სულ გამარჯვებასა, მზეგრძელობასა, სიყვარულსა და დაულებელ სიხარულში. ამ სიტყვებს გიორგი ლეონიძე სწორედ 31 დეკემბერს დაწერს, აი შემდეგ კადრებს კი ჯადოსნური ახალი წლის ღამეს გადაიღებენ 1959 წელს ახალი სიცოცხლე სამშობიაროში. სამშობიაროს სახლში ორმაგი სიხარული იყო ახალ წლის ღამეს. ეს ქალიშვილი სულ 2 წუთისაა. ყველაზე უფროსი აი ეს ბიჭია. ამ კადრების ნახვისას ვფიქრობ, შეუძლებელია სახეზე ღიმილმა არ გადაგირბინოს და ვინ იტყვის იმაზე უკეთესად ვიდრე გურამ დოჩანაშულმა თქვა, რომ არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, თქნარებაზე მეტადაც კი, რომ ღმერთი იმდენად დიდია ყველაფერს ხედავს და იმდენად პატარა ბავშვების გულში რომ ეტევა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, რომელიც მისივე თქმით ყოველივეს ალამაზებს და ვინც ძალიან ბევრს ფიქრობდა, როგორ გამხდარიყავით უკეთესად. ყოველი შემოქმედის არამხოლოდ წელის დანიშნულება მთავარი უნდა იყოს, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი ვიდრე არის. თუკი რამეს წერა მაგი იმედით, რომ იქნებ შეძლო, რომ ადამიანი უკეთესი გახდეს. ამ მიმოხილვის მომზადებისას გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან ნერვიულობდი, როგორ შეიძლებოდა სხვადასხვა ეპოქის, პროფესიის ადამიანების ფიქრების და სურვილების ერთ მთლიანობაში მოქცევა და ახლა მეღიმება კიდეც, იმიტომ რომ ეს ადამიანები დღესაც თავადვე ახერხებენ ჩვენთვის ყველაფრის გამარტივებას, როგორ და პასუხი ძალიან მარტივია. მათ აქვთ საერთო ღირებულებები, ისინი გვასწავლიან, რომ არასდროს მივიკაროთ შური, ბოროტება და უსიყვარულობა, დავრჩეთ ადამიანებად და რომ რასაც სიძულვილი და ბოროტება ანგრევს, იმას მხოლოდ სიყვარული აშერებს და
კიდევ ერთი, ყველა მათგანს ვის შესახებაც დღეს აქ საუბრობთ, არასდროს დაუკარგავს ბავშვი თავის გულში, აი როგორც მას, კახი კავსაძეს, რომელსაც ახლა ფოტოზეც დავინახავთ, რომელმაც წარმოუდგენლად მძიმე ცხოვრება გაიარა და რომ მას ვერაფერი გააბოროტებს, საახალწლოდ კი ასე რომ მოგვესალმება თუ არ ვცდები 2016 წელს და მოусმინოთ კახი კავსაძეს. პოეზია იქ სუფრა, სადაც სუფრა, იქ პატივისცემა, სადაც პატივისცემა, იქ სიყვარულია, სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია, ჩვენთან არს ღმერთი. ასე. და თუ კახი კავსაძის შესახებ საუბრობთ და მეთანხმებით ალბათ რომ აუცილებლად უნდა ვახსენოთ კონკურსის ყველაზე სასურველი მეკვლე 5 გზის გამარჯვებული გივი ბერიკაშვილი და თუ ამბობდნენ რომ მის ცხოვრებას ის მთავარი როლი აკლდა, მას როლზე მეტი და მნიშვნელოვანი ჰქონდა ხალხის წარმოუდგენელი სიყვარული, სადღე გრძელოსაც თავისებურად რომ გვეტყვი საახალწლოდ. ადრე გრძელოს სვავ პაპიჩემის შევერცხლილ კულით შემოვდგი ფეხი, წყალობდეთ ღმერთი, ახალი წელის ვარ მომლოცველი და ყველა მოძმის გადამკოცნელი. აი ახალი წელი. აუ იმან გოზინაკნი იტანა სახში და ინდა 2 კილოთ მეტი იყიდა ამას რო კაცი იფიქრებს იმან იმ წელსაც არ უნდა იცხოვროს. იუმორით და ჰუმანიზმით გაჯერებული სრულიად უნიკალური შინაგანი სიმართლით და თავისუფლებით მის თვალებში სევდასაც რომ გამოიჭერდით ხშირად მისნაირ ერთგულებაზე ბევრჯერ რომ მიოცნებებდით და რას გაუმარჯოს მოდით თავად ვეგვიპასუხოს. აი რეიტყვია ხოლმე რომ ხალ დილის გათენებას გაუმარჯოს. ერთი წარმოიდგინე ერთი წუთი რომ დილა არ გაგითინდეს. ამაზე საშინელება ყველაფერი არ არის. ძალიან მიყვარს ეს საგრეგცო. გაუმარჯოს ხალ დილის გათენებას ნათელი და მზიანი გათენდეს ჯანდაბა სვიმიანი იყოს. რადგან გაგვითენდა ესე ჩუცხები ვერ და ფეხსებს გავართ არა? მე მინდა გულით გისურვოთ, სათუთად მოეპყარით საკუთარ თავს და იმ განძეულს, რასაც ჩვენი სამშობლო ქვია მწერს 1968 წელს დიახ დიდი ვერიკო ანჯაფარიძე. მუხან მაჭავარიანი კი საახალწლო სურვილებს ასე ანაწილებს. გვიყვარდეს სამშობლო, სიმართლე გვიყვარდეს, გვიყვარდეს წიგნი, რაც უნდა ისურვო, რაც უნდა ინატრო, ესაა ყველაზე დიდი. კოლოუ ნადირაძე კი დაწერს და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა, რომელსაც ქვია მიწა ქართული. მე მიყვარს დილა, როდესაც სიონს მტრედების გუნდი დაფრინდება, როდესაც მტკვარი გახდება ლურჯი და როგორც ცრემლი დაიწმინდება. მე მიყვარს დილა, როდესაც სიონს მტრედების გუნდი დაფრინდება. და კიდევ მეტად მე მიყვარს მიწა, რომელსაც ქვია ახლა ჩვენი მაყურებელი ხედავს ეთერში, ქვია პირველი თოვლი თბილისში. ასე ქვია ამ სიუჟეტს და საქართველოს ეროვნულ არქივში. მართლაც უნიკალური მასალა ინახება ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ რომ აცოცხლებს მაშინდელ თბილისს და თავარ დღესასწაულს 31 დეკემბერს და მას შემდეგ რაც ჰამლეთ გონაშვილის შესახებ მოვამზადე პირადი ისტორიები, სულ მახსენდება რომ მისი ოჯახი დღემდე ინახავს მის ნივთებს, ჩოხას საკონცერტო კოსტიუმებს ჯიბეებში ჩარჩენილი სამმანეთიანით, ხურდა ფულით და სავარცხლით და სხვათა შორის იმ პატარა ნაძვის ხესაც, რომელსაც ხედავთ ახლა კადრში და რომელიც ალბათ 40 წლის შემდეგაც ჰამლეთ გონაშვილის საახალწლო სურვილებს ინახავს და რადგან ახალი წელი ახალ სიცოცხლეს გავს საქართველოს ბულბულს ალბათ ყველაზე მეტად გაუხარდებოდა სცენაზე მისი გაგრძელება, მისი ახალი სიცოცხლე რომ ენახა, ხო და ჰამლეთ გონაშვილის საოცრად ლამაზი შვილიშვილები იოანე და ნინა პატარების დიდ შოუში.
31 დეკემბერი და გახსოვთ ალბათ, რომ სწორედ 31 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას ის წლების შემდეგ ერის საახალწლო საჩუქარი, რომ უწოდეს სახელად იპოლიტე. საჩუქარივით რჩევას რომ დაგვიტოვებს და ამჯერად ნინოს ვთხოვ, რომ იპოლიტეს სიტყვები ამოგვიკითხოს. რაიმე სიკეთეს თუ ჩაიდენ, იმ წამსვე დაივიწყე. იმაზე იფიქრე, შემდეგს რას გააკეთებ. მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინა. სრემლის არ შეგრცხვეს, არც სიყვარულის შეგრცხვეს. ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო. ორივე ვიცით, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია. მადლობა ნინო და რადგან სიყვარულის შესახებ საუბრობთ და რადგან ქარიანით შეიძლება იყოს ხშირად სიყვარული განსაკუთრებით ზამთარში, მოდით მურმან ლებანიძესაც მოусმინოთ. ქარი ჩამიჩუმით ქრო და ვიწეკ რომელიღაც ბალახს უცბად ქალისუნი ჰქონდა. თითქოს ურო დამკრეს თავში, თითქოს პაპაჩემი ცხონდა. 1000 სურნელოვან შუავში ბალახს ქალისუნი ჰქონდა. გოძო, მე მგონი შეც მოგვიგზადე, ხო დღეისთვის? კი, სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის რუბრიკა და ის თემა, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა განსაკუთრებით მუხრან მაჭავარიანის დამოკიდებულება, იმიტომ რომ ქართულ პროზაში ძალიან ბევრს, თითქმის უმეტესობა პოეტს აქვს ახალწლთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ძალიან მიყვარს და ყველას გაგახსენდებათ, განსაკუთრებით ჩვენს თაობაში გილოცავთ ახალწელს, გილოცავ შენ ვისაც სამშობლო გიყვარს, გელა ხარ, თინა ხარ, შოთა ხარ, ცირა ხარ, ეს სულ ერთია ვინა ხარ. ხო მაგარი ლექსი იყო და ამას საზეპიროებში სკოლაშიც გვაძლევდა და ვსწავლობდით, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის კი, რომ გვახსოვდეს. მადლობა გოდერძის ამ ლექსის შეხსენებისთვისაც და 31 დეკემბერი მე შეგახსენებთ, რომ მხოლოდ იპოლიტე ხვიჩიას არ გვაჩუქებს. სწორედ 31 დეკემბერს ერთთოვლიან წელიწადს გუდამაყარში დაიბადება ბიჭი, მერე რომ იტყვიან ნეტა ამ პოლონური წარმოშობის კაცს რა უნდა ამ ღრმა და კლდოვა საჯიხვოში რა საქმე აქვსო. ის ხედავთ კიდეც, რომ იაკობ ტრიპოლსკია, რომელიც საახალწლო სურვილს არა, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანს დაგვიტოვებს. რას ნიშნავს იყო გულით და სულით ქართველი? მიპოვეს პოლონეთთან ნაცისებმა და შეუმთავაზეს კიდეც, რომ ჩავსულიყავი და სამემკვიდრო ქონება მიიმეღო. მაგრამ სიმართლე უნდა გითხრათ, წერილი რომ წავიკითხე, სულ სხვა ყოფილა სამშობლო. სამშობლო თურმე სულ სხვა. რა გენიალურად ნათქვამი. სადაც შობილ ვარ, გავსდილ ვარ და მის როლია ის არის. ალბათ ნამდვილად სამშობლო ეს არის. 1976 წლის 1 იანვარს კი მიხეილ თუმანიშვილის პირველი სურვილი, რომელსაც დღიურში დაწერს, თურმე ასეთი იქნება. ამ წელიწადს მთავარია სტუდია სახელოსნო თეატრი შეუქმნა. 1977 წელს კი რას ჩაწერს, დღიურში 1 წლის შემდეგ სავარძლები მოიტანეს. ჩვენი თეატრი გვაქვს, ახალი თეატრი, ახალი სწავლება. თუ ახალი სწავლება არ არის, თუ რწმენა არ არის, არავითარი თეატრი არ აღმოცენდება, წერდა დიდი რეჟისორი, რომელიც მერე ამ თეატრში თურმე ყოველ 31 დეკემბერს წითელ ვაშლებს მიუტას მსახიობებს და განსაკუთრებულ წითელ ღვინოს. ვინც დაუოკებლად ვნები ჩაიყვარებს თეატრს და გვეტყვის ადამიანებო, ნუ დაბერდებითო. ის კი ვისაც სიჩუმეშიც კი მუსიკა ესმის, გთხოვს რომ 50 წლის შემდეგ რაღაც შევატყობინოთ. თუ თქვენ 50 წლის მერე იქნებით ცოცხალი, რამენერად შემატყობინოთ. უკრავენ თუ არა ჩემ მუსიკას. არაფერს აღარ მეშინია, ერთად-ერთი მინდა რომ ჩემი ახლობლები ჯანმრთელად იყვნენ. ეს კი 50 წლის არა, თუმცა დაახლოებით 25 წლის წინ გადაღებული კადრებია, როგორი იყო ახალი წელი მაშინ ფიქრის გორაზე, როცა ერთად მღეროდნენ სოფიკო ჭიაურელი, ჯანსუღ კახიძე, კახი კავსაძე და რამა შხიკვაძე. მაგრამ მაინც სულ ვიცინი ასტი. ალბათ ყველა ვისურვებდით მაშინ აი ამ ოთახში მოხვედრაზე.
საახალწლო ლოცვა. Აი ეს სიტყვები მას შემდეგ ჩამრჩა გონებაში, რაც ამ სტუდიაში ნოდარ დუმბაძის შესახებ ვისაუბრეთ. ბოლოს ანდერძად რომ დაიბარა, შიმშილით რომ კვდებოდეთ, გაყიდეთ ყველაფერი გულრიფშის გარდაო და იცით რომ გულრიფში აფხაზეთშია. სახლი რომ იყიდა იქ მე, ბებია, ილიკო და ილარიონის ჰონორარით და ახლა პარალელურად სოხუმის კადრებსაც დაინახავ ჩვენი მაყურებელი. სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არის, შენთან არის ღმერთი. ნოდარ დუმბაძე ბევრს დაწერს ღმერთის და ლოცვის ძალაზე ცხოვრების ჭეშმარიტებად რომ მიიჩნევს, ცხოვრობდეს ადამიანებს შორის და ცხოვრობდეს ადამიანებისთვის. მის საახალწლო ლოცვას კი შესანიშნავად კითხულობს სოფიკო ჭიაურელი. ბუნების ძალა შემომქმედო ყოველს. ჩემ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემ სამშობლოს ბედნიერი თვალინძელი დღე. განკურნე ყოველგვარი სენისაგან. დაშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. მე გავაგრძელებ ახლა ამ საახალწლო ლოცვას, გავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი პურით მარანი, ღვინით გული სათნოებით. ნატრის თვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს, რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინადროსო. ნატრის თვალს კი ალბათ ის დაიმსახურებს, ვინც სიკეთის ძალას იწამებს, იქნებ ახალი წლიდან მაინც. გოგი გეგეჭკორი რომ იტყვის ზუსტად ისე. სიკეთე არის ის, როდესაც ადამიანი მოიკლებს თავისთვის და მისცემს სხვას. რა ვიცი, მე მგონი ეს არის სიკეთე. როდესაც ადამიანი უშურველად მისცემს თავის ნიჭიერებას, უნარს, შრომის ნაყოფს სხვას. ეს არის სიკეთე. ნატრის თვალი ვახსენეთ და ახალი წელი დამეთანხმებით, რომ სილამაზის გარეშე წარმოუდგენელია. ჯერ აყვავებული დუშის ტოტით ხელში რომ გავიცანით, მერე კი ვირზე ტალახიანს მთელი გული რომ გავაყოლეთ, მერე პეპლები საჭერით რომ გაიფრიალა და წავიდა კიდეც და მიხვდით ხო, მარიტა, რომელიც სხვათა შორის მისი საყვარელი როლი არა, ამიტომაც ნაწყვეტს ახლა ნატრის ხიდან არ გაჩვენებთ, არამედ სულ სხვა ფილმიდან საახალწლო განწყობა ნამდვილად რომ მოაქვს ფილმი სათადარიგო ბორბალი, რომელიც ლიკა ქავჟარაძეს თურმე ძალიან უყვარდა. Something in your eyes was so inviting, something in your smile was so exciting. და როგორც ყოველთვის ლიკა აქაც ძალიან ლამაზია. დღეს 25 დეკემბერია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ვიცი რომ გახსოვთ თქვენს და ახსოვს ჩვენს მაყურებელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 48 წელი. გავიდა გაჩვენებთ ახლა კადრებსაც 1977 წლის 25 დეკემბერს გადაღებულს. მაშინ ხალხი მილიციის კორდონებს რომ გაარღვევს და სვეტიცხოველში დაუპატიჟებლად რომ შევა და მერე რომ დაწერენ სვეტიცხოველს ასეთი ხალხმრავლობა დიდი ხანია არ ახსოვს, თითქოს ხალხი გრძნობს რომ რაღაც დიდი ისტორიული მოვლენის მონაწილეა. ზუსტად არავინ იცის რა იქნება მერე, იცის მხოლოდ 44 წლის კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, რომ ეკლესია უნდა გადარჩესო. აქ კი უკრავს ჩვენი პატრიარქი და მოусმინოთ ახლა მის შესრულებას. აუცილებლად. ვარსკვლავების ქვეყანა ადამიანების სულებში იბადება. თქვენ სულებში უნდა არსებობდეს ვარსკვლავეთი, ბავშვური ოცნებები და უბრალოებაა უთქვამთ და ალბათ ჩვენც უნდა ვეცადოთ ჩვენს გულებში დაბუდებული, ჩაბუდებული ბავშვები არასდროს დავკარგოთ. ისევ გვინდოდეს რომ მაგალითად მატარებლით ნაძვის ხის გარშემო ჯადოსნურ სამყაროში ვიმოგზაუროთ, სადაც ყველაფერი მაგალითად ახვლედიანის ნახატებს გავს, სადაც სწორედ ის ადამიანები ცხოვრობენ დღეს რომ ვიხსენებთ მეგობრობის, სიკეთის,
სიყვარულის, ერთგულების და თამდაბლობის მაგალითი რომ დაგვიტოვეს, რომ გვითხრეს ღირსეულად ვატაროთ ღმერთის საჩუქარი, ადამიანობა რომ ქვია სახელადო და საბედნიეროდ ასეთი ადამიანები საქართველოს ძალიან ბევრი ყავდა, მაგალითად გოგი დოლიძე, ვის შესახებაც ჯერ არ გვისაუბრია, ამიტომ პირადი ისტორიებით უკვე 2026 წელს შევხვდებით და გიტოვებთ გოგი დოლიძეს. მარტო ჩვენი სიმღერები გიარა ქართველების ერთად ყოფნა და მიმოწერმეთო ქართველების ერთად ყოფნა და მიმოწერმეთო მადლობა გადაუხადოთ რუბრიკის ავტორს ამ რუბრიკებისთვის და რა თქმა უნდა პირველ რიგში მადლობა მაყურებელს, რომელიც მათი რეიტინგებით საზრდოობს რუბრიკა ის რომ წლიდან წლამდე და თვიდან თვემდე ასე გრძელდება და საინტერესოა, სწორედ მათი დამსახურება. ველოდებით 2026-ში პირად ისტორიებს. და ჩვენ მნიშვნელოვანი გზავნილით დავასრულეთ ქართველების ერთად ყოფნა და გვილოცებთ.